საღამოშვიდობისა ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა არის აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის საკითხები, რომელსაც განიხილავენ. ძალიან მძიმე ეთერია, პირდაპირ ეთერში ვინც უყურებს ამ პირდაპირ ეთერს ამ საგამოძიებო კომისიის ძალიან მძიმეა. შეუძლებელია მოსმენა არა მხოლოდ აგვისტოს ომის, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელშიც უშუალოდ TBC ბანკის მესვეურები ხელმძღვანელ ფიგურირებენ. ბატონ სოსო, მოგესალმებით. მადლობა გიხდით სტუდიაში მობრძანებისათვის. ძალიან საინტერესო და მძიმე ეთერი გქონდათ სამშაბათს თქვენ. ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა და დღესაც კი ყურებადია ეს ეთერი, რომელიც ეხებოდა აგვისტოს ომს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები წერენ ესეთ რაღაცა სოციალურ ქსელში და განიხილავენ ამ თემას პირდაპირ ეთერში TV პირველზე, ფორმულაზე, მთავარზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დასაჯოს ჯარისკაცები, დასაჯოს ის სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ აგვისტოს ომში და ეს თითქოს ყურაშვილი გოგავაზე დაკითხო ის შემდეგ დაიწყო ეს განცხადება, ამ სახის განცხადებების გაკეთება. ჯიან სამხედროებს, რომლებმაც იომეს რუსეთის წინააღმდეგ და ეს არის რუსეთის დაკვეთა. მაგრამ თქვენ ხო ჩემზე კარგად იცით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროები დასაჯა წინა ხელისუფლებამ და დასაჯა რატომ დაბრუნდით, რატომ არ იომეთ, არ უთქვამთ, ანუ გაასამართლეს იმიტომ, რომ თითქოს მათ მიატოვეს ბრძოლის ველი. და ამ დროს თავად ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომ დაბრუნებოდნენ დისლოკაციის ადგილს. ხო, ახლა გასაგებია ახლა ჩვენ ამ ეგრეთ წოდებული აღქმოიდების ნარატივებში რომ შევიდეთ, აქ ორი გზა გვჭირდება, ანუ და ესე იგი დავცინოთ მან და დაცინოთ ახლა როცა სისხლზეა ლაპარაკი ცოტა ესე რთულია და ან და დავუშვოთ დავსაჯოთ, ან ჩვენ თვითონ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, იმიტომ რომ ახლა ისეთი არაადეკვატურობა რაც ჩვენ გვესმის მათი მხრიდან და ფაქტების დამახინჯების უნარი და საერთოდ მოვლენებიდან დასკვნების გამოტანის უნარობა ამდენი ადამიანის, რომელსაც კრეტინიზმი ეწოდება ზოგადად და მოვლენიდან დასკვნის გამოტანის უნარობას კრეტინიზმი ქვია, ხო? ეს რა თქმა უნდა ჩვენ უფრო სიღრმისეული მიზეზების გაშიშვლებისკენ მოგვიწოდებს. რა გჭირს, ესე იგი, რაშია საქმე, ხო? როდესაც არის ის, რაც ყველამ დავინახეთ, რაც ყველამ ვიცით, ის რაც შედეგით დადგა და შედეგთან მათთაგან უნდა ვიცნოთ იგინი, ხო, როგორც წერია სახარებაში, ნაყოფთა მათთაგან. ეს ნაყოფი რომ წარე დადგა და პასუხისმგებლობა რომ ხელისუფლებაზე არის, ეს ამ ადამიანებისთვის რა თქმა უნდა არის მიუწვდომელი ჭეშმარიტება. ხა დავიწყოთ, რატომ ხდება ეს, რა ხდება, რაშია საქმე, ხო? პირველი რაშია და იმაში რომ სამწუხაროდ ჩვენ რაღაცნაირად კაფუჭებული გვაქვს რაღაც გარკვეული ფუნქცია, ამოცნობის ფუნქციები, მოდი ასე ვთქვა. ეგრეთ წოდებული ესე დავარქვათ face control. ანუ ეს რას ნიშნავს? ადამიანი, რომელიც აშკარად იქცევა არაადეკვატურად და არ არის ნორმალური, პირდაპირ თქვათ, რაც დაადასტურა მისმა შემდგომმა მოქმედებებმა და არაერთ გზის მიხეილ სააკაშვილიო დიახ, რა თქმა უნდა, რატომღაც გახდა კერპი და რატომღაც უამრავმა ადამიანმა მას ხმა მიცა. ახლა დავაბრალეთ ამას შევარდნადისად მისი ძულვის და კორუფციას და ასე შემდეგ. ადამიანი, რომელსაც აქვს თვალები ამღრეული, მუხლები დაუკეცლად დადის, ესე ვთქვათ, გამოვლინებები აქვს მკვეთრად შიზოფრენიული, ხო? მაგალითად, ვერ კმაყოფილდება უამრავი საჭვლით, ჭამს არანორმალურად, იქცევა არანორმალურად, აქვს მიდრეკილებები არანორმალური და მის გარშემო მყოფი ადამიანები მაინც ხელს უწყობენ მას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, რაღაც თავისი მერკანტილური მოსაზრებებით, ან სხვა ასეთი ან აგენტურული მუშაობის შედეგად, თუ რა ვიცი, რაც უამრავი სხვა მიზეზია, ბუნებრივია, რომ ის აუცილებლად გააგრძელებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს აი ასეთ შიზოფრენიულ იმას, ქცევას, ხოლო ხელისუფლებაში როცა არის ადამიანი, მისი ნებისმიერი მანკიერება გადაიქცევა უკვე ქვეყნის პრობლემად და არა მის პირად პრობლემად, ან მისი წრის პირად პრობლემას, ხო?
მე ახლა უამრავი მაგალითი ვიცი კაცო ამისი. უამრავი მაგალითი ვიცი ახლა ვიცი ეგ წრე, ეგ ოჯახიც ვიცი. და ჩემთვის იყო სრული შოკი, როცა გავიგე, რომ ის უნდა გამختارიყო პირველი პირი, ხო? ახლა მისი ახლობლების გამოხმაურებებიც ვიცი, უახლოესი ნათესავების მის შესახებ, ხო? ფიქრობდით ბატონო სოსო მაშინ, რომ ასეთი დადგებოდა სააკაშვილი, ასეთი იქნებოდა მისი აუცილებლად, რა თუნდოდა ამას არ ამბობდა თუ რა, თუ არ იქცეოდა თუ რა, რამდენი ერთმა მომიყვარო იქ ვიყავით სადღაც ბათუმში. რაც კონფერენციაზე და დათვრა ეს და შეუვარდა იქ გურჩა უვარდა ვიღაც კალბატონი და მოკლედ გადაბობდა იქ და ერთი ისეთი სკანდალი იყო რომ არა ის პიკევილი დაიწყო იმან და ისეთი სკანდალი იყო ძლივს ჩავახშეთ და რატო ახშობდით მეთქი კითხვა მაქვს მე რატო ახშობდი რატო უწყობდით ამას ხელს ხო რომ დაბოდიალობდნენ ხო ეს ხო რომ დადიოდნენ ის რა ქვია მის საპრეზიდენტო კომპანიისას იმან რა ქვია ძიძიგურთან სუფრა გამართულა და ის რა ქვია შპროტი მოუთხოვია და შპროტი ესე იგი ეს შპროტი სადეშოათ ახლა იმ სამტრედიაში და წავიდნენ ეს მე გეუბნებით რას თვითონაც კარგად იცის ყველამ კაცო მისი საქმენი საგმირონია შპროტი ესე ჩააწყო მე იმაში რა ქვია ბაჟეში და შეექცევ ანუ ეს და ახლა დავუშვათ მოდი ავიღოთ ესეთი სიტუაცია რო ავიღოთ ახლა დავუშვათ და მე რო დავიწყო აი საჯაროდ ის ექცევა როგორც ის იქცეოდა ხო დავუშვათ აი ავიღო ესე და იდაყვამდე თავი იმას ქნა საჭმელში და ქლიფო და მე ვიჭიხვინო ხო და რაღაც ესეთი ქცევები გამომამჟღავნო დავუშვათ მშვენიერის ქესის მიმართ ან და სხვა რა ვინ იქნება დამნაშავე დაუშვათ რომ ჩემზე არან მიმითითო ან ჩვენ საზოგადოება მაგას ვამბობ და ეს საზოგადოება ესე იგი კერპებს ეძებს უდმივად და პოულობს ასეთი არანორმალური ქცევის ადამიანებს ვინც ცდილობს მოერგოს იმ საზოგადოების იმ თაყვანისმცემლობის ნებას და უღებულობთ ასეთ შედეგებს და ეს ადამიანები ვინც კვლავ კერპებს ეძებს ან ძველ კერპებში არიან ჩარჩენილ ან ახლიძიებაში არიან გართული ხო კვლავ არაადეკვატურ იმაში არიან ტრენჩში ასე ვთქვათ ხო აი ეს არის ახლა იქ იგივე შეიძლება ითქვას ბევრ რაღაცაზე ახლა ამავე დროს ნუ ახლა დავწერე კიდევაც მე 90 გენერალი ყავს 92 წლიდან ჩვენ ადმირალები ყავს ფლოტი ყავს უფლოტო ადმირალები უჯარო გენერლები წერლები რომლებსაც არაფერი არ დაუწერიათ და მწერლებად იწოდებიან და არავინ არ იცის რა დაწერეს უბრალოდ შეიძლება თავისთვის კარგი გრაფომანიით დაკავებული და ტუალეტის პოეტებზე და იმებზე აღარ ვლაპარაკობ 500-მდე კინომცოდნემ და კინორეჟისორმა და ასე შემდეგ ყვაწმოსილმა ადამიანმა იქით ამხარენ მარტო ვიცა პროტესტის ანუ ეს ძირითადად ეს გრანტ ხელოვნებმა მოაწერეს ხელ ხო გახსოვს 500-ზე მეტი იყო არ ვიცი ახლა შეიძლება 1000-ზე წავიდა ხო ამდენივე დაუშვათ ეს ეგრეთ წოდებული წერლები და პოეტები ხო ყავს საიდან მოვიდეს მილიონი ამათეს სტატუსი ბატონო ესე როგორ დარიგდა ეს სტატუსი არა ხო და მაგას ვამბობ ეს არის რამდენი ახლა აკადემიები გაიხსნა ასობით დოქტორები, ესე იგი, რომელთა ნაშრომი არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, მაგრამ სამეცნიერო არ არსებობს. ხო. განათლების დონე ეცემა, მეცნიერება, ესე იგი, მატულობს. უბრალოდ განათლების დონე ეცემა, მეცნიერების და დოქტორების რიცხვი კატასტროფულად მატულობს, ხო? ან დევალვაცია განიცადა ამ წოდებებმა, ხო? არც ახლა კავშირის იყო ამით გამორჩეოდი ჩვენ ეს უბრალოდ ამან მიაღწია უკვე მანიის სტადიას დამოუკიდებლობის პირობებში ახლა იქ მაინც საბჭოთა კავშირი რო იყო და დიდი ქვეყანა იყო ხო მაშინ ეს ნაკლებად ჩანდა და საკავშირო ბიუჯეტით იყო ეს ყველაფერი და ასე შემდეგ 600 მწერალი ყავდა ჩვენ ცხონებული კიტაბუაჩიძის ის შავი წიგნი რო წავიკითხოთ იქ ბევრი რაღაცა სხვათა შორის ძალიან საინტერესო წიგნი არის მე მგონი არც გამოუციათ არ ვიცი მაგრამ მაშინ ვწერდებოდა ესეთი სხვა ფორმი მე ვიცნობდი ბატონ კიტა სხვათა შორის მქონდა პატივი რა საოცარი ადამიანი იყო საოცარ განათლებული ადამიანი იგივე მოვლენები იყო მაგრამ ახლა ამა კიდევ ერთხელ რომ პათოლოგიური ხასიათი მიიღო და გადავიდა ამ პოლიტიკურ უბედურებაში იქნებ ჩვენშია ეს პრობლემა ჩვენში ვამ მაგას ვამ ბაბა ვიშია
ჩვენშია და ამას რო არ ამხელდა არ ეხება სიმართლის სკალპელი ხო ეს უფრო და უფრო იმაშო ბატულობს იმიტომ ახლა შეეხები ახლა ხო აი ახლა გამოვიდნენ და რატო ეხები ჯარს როგორ ხა ჯარს როგორ რა ჯარს როგორ ეხები გამოვიდა ვინმე თქვა მოინანია თქვა არა მე ერთადერთი ის ლაშა ქოიავას ის ნახე მე სიმართლე რო გაბედა და ილაპარაკა ჯერ ჩემთან ილაპარაკა გონია თქვენთან გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ვიდრე საგამოძიებო გამოვიდა ილაპარაკა გამოდიდა ილაპარაკე რაში ჩაგითრიეს რა გაკეთებინეს კაცო ამ არამზადებმა რა გააკეთებინეს ხო რაში რა უბედურება მოაწყობინეს და თან როგორ დღენახევარში წააგებინეს ომი ხო და ნახე ჩვენ როგორ ხდებოდა ეს დღენახევარშიც არა 8-ში დამთავრდა და 9-ში გამოცხადდა საომარი ვინ ხელმძღვანელობდა საერთოდ არავითარი გენერალი სერჟანტის ცოდნა არა აქვს კაცო რას ნიშნავს გენერალი რა ვიღაცა მიშა მიანიჭა გენერალი წოდება გამოდის იძახი რა თქვენ ახლა ერთი კაცი ვიყავიო და მოსახლეობას როგორ გამოფრთხილებია დაავიწყდა მოსახლეობა გესმით ახლა ამას ღია ეთერში კაცი ლაპარაკობს თუ ერთი კაცი რას მიზამდეო კაცო დამავიწყდაო გესმით გაერთიანებული შტაბების უფროსი ამას უსმენენ და ეს ვიღაც გაბისიანია თუ ვიღაცა ეს არა ადეკვატურები რომლებმაც მიშაში დაინახეს დავით აღმაშენებელი ხო მიშაში დაინახეს დავით აღმაშენებელი და ეს მათი ეს შეხედულება აი გორში იმ საოცარი უპრეცედენტო კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო გარბენის შემდეგაც არ გაუქარწყდათ როცა საერთოდ მოელანდა თვითმფრინავი და მიატო გაიქცა იქა ხდებოდა და იქ რა კიდე და მიატოვა კუშნერი გორის ერთ-ერთი კატლეტის რომელმაც გააგზავნა სტალინის მუზეუმი დაათვალიერა ეს გარბოდა ესე ამაზე სხვათა შორის აკეთებენ ასეთ განცხადებას რომ რატო გიკვირთ რა სიზავდით თქვენ იმ დროს როდესაც ხედავთ რომ ქვეყნის პირველი პირი სამიზნე ხდება სად იყო სამიზნე არავითარი სამიზნე არ არსებობდა საერთოდ არ ყოფილა იქ თვითონ რა თქმა უნდა ეს არ იყო სამიზნე კუშნერი რატო არ გაიქცა ისმის კითხვა რატო მარტო ეგ გაიქცა და გარდა ამისა იმ ჰალსტუხის და მერეც გაგრძელდა კაცო და იმის მერე კიდე დოქტორ დოთის მოწვევა იმიტომ რომ გადატვირთული იყო და სტრესისგან ხო ეს გასაგებია მაგრამ ეს ამოწურული თემაა მე მგონი ახლა მაგრამ ნუ ეს ამოწურული თემა რო 500,000 კაცი მის პარტიას რო აძლევს ხმას და გვარამიამ რო გაიმარჯვა რა ქვია საზღვარგარეთ ყველა ემიგრაცია არ არის ამოწურული არა რა ამოწურული არა თვითონ ეს არაადეკვატურობა არ არის ამოწურული თორე ახლა მიშა აღარ არის გვარამია არის ეგერ და გვარამიამ გაიმარჯვა ყველა საზღვარგარეთის უბანზე გესმით თქვენ ამიტომ ახლა ის მოსაზრებები რო აქ ესე იგი ჩემი მეგობრების ამბობენ რომ აქ პტორის ბრალია ხო ჰაერი შიტყვია და იქაც იგივე სიტუაცია გრძელდება გამიგეთ ეს ახლა ეს თუ არ თქვით ჩვენ დავით გურამიშვილის არ იყოს ხო გაგრძელდება ეს და გრძელდება ხომ ხედავთ რა გრძელდება ხო ჩამოთვალე ახლა კიდე ხო რატომ დავიწყეთ ომი ბატონო ეგ ცალკე საკითხია რატომ დავიწყეთ ვის დავიწყეთ ვის საამებლად დავიწყეთ საომარი მოქმედება თქვენ ისტორიკოსი ხართ გიყვართ პარალელების გავლება 2008 წლის აგვისტოს ომის პარალელი წარმოუდგენელია საერთოდ რამესთან პარალელი მძიმეს ჯარი არ არსებობდა 92 წელს აფხაზეთის ომის დროს მაგრამ წელიწადი და ერთი თვეი ომა იმ შეიარაღებულმა ძალებმა რომელიც გაგვაჩნდა ეს აფხაზეთის თემა კიდე ცალკე თემაა მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომი რატომ დავიწყე არაადეკვატურობის ბრალია ჯერ ერთი შიგნით ამ წრის იმიტომ რომ მე ახლა ვისაც ვკითხე სულ ვიკლებ აი რა ეგონათ ხო ვიცი რა თქვენ წლები ამას კითხულობთ რა გეგონათ აი როგორ ხო რა გეგონათ აი რა გეგონათ დაუშვათ რა მოხდებოდა აი დაუშვათ ვარიანტი ხო უნდა გათვალო ვარიანტი A ვარიანტი B აი დაუშვათ ახლა რო ამბობდნენ კი ბატონო დაუშვათ იყო გეგმა ცხინვალის ბლოკირების ანუ ცხინვალის ბლოკირების კი არა როკის გვირაბის ბლოკირების რომელიც გეგმაც ატარებდა რაციონალობის ნუ მოკლევადიანი რაციონალობის ელფერს ატარებდა ხო რომ დაუშვათ კი ბატონო აქცევს ცხინვალს იმაში ბლოკადაში და მეშვები კეტავ როკის გვირაბი შეუძლებელს ხდი მოძრაობას როკის გვირაბიდან რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ წამოვიდნენ იქიდან მძიმე ტექნიკით აფეთქებ გუფთას ხიდს სიტყვაზე ხო
გუფთასხიძე თქვა 45 საათი თუ გააჩერებდო. კი, მაგრამ ეგ თუ იცი, საერთოდ არაფერი არ გააჩერებდა. მაშინ რასაკეთებდი? რატო ემორჩილებოდი დანაშაულებრივ ბრძანებებს? ჯერ ერთი. თუ ეგ იცი, რომ შანსი არ აქვს. არანაირი 0 და არც ერთი შანსი არ აქვს. რასაკეთებდი? რისთვის რას მოქმედებდი? ამდენი ხალხი რასაკეთებდით იქა, ხო? ჯერ ერთი. მერე კაი, ეს მოკლევადიანი რაციონალობაც დაირღვა, ესე ჯანაშვილმა შეიყვანა იქ ისა, რა ქვია, პოლიციური ჯარები, არა, მე იძახს, არა, მე თურქეთში ვიყავიო. ესე იგი, სტრატეგია აქვს, რომ ააბნიონ კვალი. იმის მაგივრად, აი ახლა აქედან მივმართოთ. გამოვიდნენ და თქვან, რომ აი ესე მოხდა, დანაშაულებრივი პოლიტიკური უტვინოები იყვნენ, ჩაითრიეს და ჩვენც ჩაგვითრიეს, იმიტომ რომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით, სამხედროები ვიყავით და დაუშვათ შეგვესრულებინა გზა, ნიშას აპრავებენ. გამიგეთ კიდე? კი, გასიმართლებენ, იმით რომ არა, იცი რა ხა, მე იმიტომ შევებრძოლე, რომ იქიდან თურმე ყოფილა უპრეცედენტო დაბომბვა. ეს იგივე მეორდება. აი ზუსტად იგივე მეორდება, რაც პირველი აფხაზეთის ომის დროს. იმიტომ შევედით, რომ მატარებლები არ მოძრაობდნენ. იძარცვებოდა მატარებლები. ახლა იმის მერე ხო საერთოდ შლიგინებენ მატარებლები, აღარც იძარცვებენ, რა თქმა რკინიგზით მოძრაობს, ესე იგი ყველაფერი და შესრულებულია ეს პოლიტიკური ამოცანა, ხო? ანუ შეიყვანეს ჯარი, იმიტომ თურმე ხო გამო შევარდნაძემ დროიდან და გიტოვანი და ასე შემდეგ სხვა გმირები ხო? თურმე ის რკინიგზის დასაცავად შევიდნენ. მერე ჯერ რკინიგზის დასაცავად როგორ შევიდნენ, როგორ შევარდნაძე რო იძახდა, იმიტომ იძახდა რომ მე გაემართლებინა დაუშვათ თავისი უნარობა შეეჩერებინა ის ხალხი ვინც იქ შევიდა, ჯერ ერთი ის შევიდა უმართავი პროცესი იყო. მე იგივე შევარდნაძე კაცო ჩამოვიდა, ესე იგი აი აზროვნების დეფიციტია, ჩამოვიდა და ცხინვალი, რომელიც ახლა ჯერ საერთოდ არ იყო ცხინვალს ომი ეს უბედურება რაც მოხდა, მაგას კი არ ვიძახი, მაგრამ ცხინვალი იყო გაცილებით ახლა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით იმაში ვიყავით. ქართული საჯარისო ფორმირებები იყო თუ რაც იყო ფორმირებები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო და რუცკოიმ დამირეკა და გამოვიყვანეო ჯარებიო და მაშინ დაიწყო სამხედრო ფორმატი. კი, მაგრამ რუცკოიმ თუ დაგირეკა და ორი თვითმფრინავი დაგემუქრა და იძულებული გახდი. აფხაზეთში რასელოდი? აფხაზეთში რასელოდი, რომ რა ჩაერეოდნენ. მერე კიდე იმის ის მოსაზრება, რომ აი ჩვენ ტერიტორია და რასაც გინდა იმას გავაკეთებ. ეგეთი სიბრიყვე, ეგეთი სიგიჟე, ამას რო ამბობ, რომ ესე იგი რასაც მინდა იმას გავაკეთებ ჩემ ტერიტორიაზე, როცა იქ ავტონომიებზეა ლაპარაკი და შენ საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილია. ეს ხომ სიგიჟია. იგივე ამბობდნენ ესე რიცხვი, რომ რასაც მინდა ჩემ ტერიტორიაზე იმას გავაკეთებ, მე ტერიტორიულ სააკაშვილის განცხადება ვნახე, გუშინ ამ თემაზე მაინტერესებდა და ის ამბობს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი წარადგინა თავდაცვის მინისტრად, დიახ, ჩვენი მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, აღდგენა, ცხინვალი უნდა დავიბრუნოთ. ტალიანის დასკვნის 31 იმაში რა წერია, შენ როცა ხელი გაქვს მოწერილი სამშვიდობო ფორმატზე, ჯერ მაშინ უნდა გააუ, რამდენი წელია ამას ლაპარაკობ, ჯერ უნდა გააუქმო იმ სამშვიდობო ფორმატის ისა. ამან პირიქით გაუგრძელა. გაუგრძელა და მე დაიწყო ეს რაც დაიწყო მე. ხო და მე ეძახს არა, მე არ დამიწყიაო, იმიტომ რომ ისა რა ქვია, მაგას თუ იტყვი რუსეთის მომხრე ხარო. მაგრამ მაშინ ხო გაქვს მიღებული რეზოლუცია, რომელსაც მოაწერეს და რატომაც ხელი მოაწერეს, რაზეც ვლაპარაკობთ, და რატომაც იბარებენ კომისიაზე და არ მიდიან. ჯერ გაუგრძელეს ესე იგი ფორმატი. მერე თვითონაც თქვენს თვითონვე გადაიყვანეს ხელსტადიაში, რასაც ხელი მოაწერეს, ხო? დაბომბვებით, არა, იქით კი დაგუბომბი, აქეთ დაგუბომბეთ. და მერე ესე იგი, ხო, მერე ახლა აგვეუნებიან ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკოთ, უკაცო ეს ჯარის პრესტიჟს. რა პრესტიჟი, რის პრესტიჟი, რომელ პრესტიჟზე მელაპარაკებიან ესენი? არ ის არ უნახიათ მაგ იმაზე ომზე უამრავი ფილმია გადაღებული და ნუ სამწუხაროდ ჩვენთვის ძალიან მძიმე იმაში, ხო? და ჩვენ თვითონ არ ვიცით რა იყო და როგორ იყო, რა საოცარ ეგეთი დეზორგანიზაცია რაც ხდებოდა. ხო, ეს იყო კატასტროფა. იმის მაგერად რომ გამოდიოდნენ დაუშვათ თავმოყარეების რაღაც დააკეთებდეს, ვიცი, ჯარის პოლიტიკურმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ბრძანებებმა
ჯარის მოქმედებებში შეიტანა ისეთი დეზორგანიზაცია, რომ შეუძლებელი გახდა ჩვენს მიერ რაციონალურად განხორციელება სამხედრო ოპერაციების. ეს იყო, ხო? ჩაერიან იქ ესე იგი 1000 ესე კეზერაშვილი, ეს ისე რაგვარი. გივი თარგამაძე, გიგი გულავა, და ასე შემდეგ და ესე იგი ფაქტურად ისეთი მოაწყვეს იქა ქაოსი, რომ ამას მოყვა საშინელი შედეგები. საშინელი კატასტროფული შედეგები მოყვა, ხო? და თბილისი იყო დაუცველი, არ გვახსოვს ის მომენტი და აბსოლუტურად მოუმზადებელი და მაღაზიებში საერთოდ ისე პინჩხიპური აღარ იყო. არ გახსოვთ ეს ამბავი? ესეც დაივიწყეს ესე იგი და ვისაც გარბოდა კიდე ის გამოვიდა NDI და AIR საქართველოს ყველაზე პოლიტიკურ რა ქვია ლიდერად საყვარელ პოლიტიკურ ლიდერად წარმოაჩენს დავით ბაქრაძე გახსოვთ ჩანგლებიო ეს უნდა დაავიწყონ ახლა ხალხს და ახალი უბედურებაში უნდა გახვიონ ჩანგლებით დაიცავით საკუთარი უსაფრთხოება და თავად გარბოდნენ ქვეყნიდან ხო მე ეს მოდელირებული ქრონიკა რო გააკეთეს კიდე ესეც ერთ-ერთი შტრიხა და ეს მე რატო ვიძახი ერთრიმად მოყვება ეს იგიჟე მოყვება დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. აი რა ჩამოთვალე რა, ეს დაუშვათ გენერლები, ეს მწერლები, ეს უსასრულო რაღაც საოცარი უკონტროლობა ყველაფერში გესმის და ეს როგორ შეიძლება ეს გაგრძელდეს, მაგრამ მე გრძელდება, იმიტომ რომ იმის მიმზებობა არის საზოგადოებაში. და რა იმას სიმართლის თქმეს, რომ მართლაც ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო, ესე იგი. ეგეთ სიტუაცია ამბობ ამას და მე აი ეს ჯგუფდებიან ესე იგი იმას არ უნდა შეეხო ჯარს არ უნდა შეეხო ტაბუა თორე ეს რუსეთის ექიმების ამ ჯანდაცვის სისტემას არ უნდა შეეხო ექიმებს ეწყინებათ გესმის იმას არ უნდა შეეხო ამ წერლებს და მეებს ინტელიგენციას არ უნდა შეეხო რაც უნდა აქამდე ესე იყო და ეხლა იმდენად გასულელდნენ ამ ხელშეუხებლობით რომ ბოლოს გამოვიდა ღია ეთერში იგინებიან ახლა ხო ესენი და ჩაერთვნენ ამ საოცარ იმაში, რა ქვია, საოცარ პროტესტში, მაგრამ ამაზრზენ იმაში, რა ქვია, თავისი უხამსობით ვიძახი. პროტესტი როგორ შეიძლება პროტესტი უნდა იყოს ღირსება რო არ დაკარგო ისეთი და რას გავს ეს რა უმსგავსობა, რა საშინელება, ამის ყურებაც კი შემაწუნებელი და აი ეს ესპანური სირცხვილი რასაც ქვია, სხვის მაგივრად რო გსხვენია, უკვე ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ ტანჯვას იწევს. ეს არის მართლაც იმისი, რა ქვია, ვერბალური ტანჯვის ფორმა. ახლა კიდე ამ ჩვენ ხელისუფლების გასაგონად ვიტყვი რა. ბიჭო, ეს კაცი ემზარკვიციანი, რომელსაც დამსახურება აქვს, ხო, დიდი. ნამდვილად დიდი დამსახურება. დამსახურება აქვს მის დას ნორას, ქალბატონ ნორას რაცხონოს მის სული. მერტ და მას. კეთევანი, რომელიც ამ სტატუსით ბიჭო, აი ეს მაწანწალები რომ გამოეკიდნენ ეს მაწანწალა აგენტები სოროსის ვირთხები ციცილები გველის ციცილები სოროსის და შეურაცხყოფას აყენებინებ ან პოლიციას უთხრა რომ დააკავონ ესენი ხო არის ადონების შესახებ კანონი თუ რას ვაკეთებთ ვერ გავიგე ახლა ის რა ქვია რეპორტაჟები იმას უყურებთ ამ საშინელებებს რაც აკეთეს ამ ღია ეთერში ხო თითქოს არ ვიცოდეთ აი ამ კომისიის ძალიან კარგი დაუშვათ მაგრამ იმის მერე კაცები გამოდის და ესენი ეს ვირთხები რო გამოეკიდნენ იქა და შეურაცხყოფებს აყენებენ იმის ჯანმრთელობაზე არ არის საფიქრებელი და იმის იმაზე რა ქვია იმ ნერვებზე მორაკიციანი რეალია მონას რო იძახიან მე ეს მოუტრიალდეს მართლა აქ ჯიბეში კონდეს იარაღი და იმაში რა აფექტის მდგომარეობაში ვერ გავიგე კიდე ისა მე ვინ იქნება დამნაშავე რას ნიშნავს ეს რა უბედურებაა ის გინდა ტელეპირველი იყოს და გინდა ისა რა ქვია თავარი და ვინც გინდა ეს იყოს ეს ჟურნალისტები რო არიან გადავხედებულები მომენტალურად უნდა აღმოჩნდნენ იქ სადაც არიან და კიდე ამ შეურაცხყოფის გულისთვის უნდა იყოს სასტიკი სასჯელი ეგ არის საერთოდ ჟურნალისტიკა ბატონო ეგ ჟურნალისტიკა ეგ არის ზონდერები არიან ჩვეულებრივი ტერორისტები და ეგ უნდა გაუთანაბრდეს შიდა ტერორისტს და მორჩება ამით ყველაფერი კაცო ვერ ხედავ თუ გამოსულია უკვე საზოგადოება გასულია მომსახურების ზონიდან გიჟები არიან ჩვეულებრივი ავადმყოფები შეპყრობილები უბრალოდ შეპყრობილები დემონოლოგია ისწავლონ ისევ 2008 წლის აგვისტოზე უნდა ვთქვა მაგრამ უნდა ვთქვა ეხლა როდესაც
ჩემი კოლეგებიც იგივე TV პირველიდან, ფორმულადან ასე შემდეგ თვლიან რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც ბრძანებს რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ღია ეთერში გადაიცემოდეს ინფორმაციები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძება ქვია, იმიტომ რომ ეს მოკლედ მოწინააღმდეგე მხარეს რუსეთი და ასე შემდეგ აღარ განმეორდება ამ განცხადებას, მოკლედ რუსეთის დაკვეთით მოგშაობს ეს კომისია და მოკლედ პუტინი ახლა ზის და უყურებს თეა წოლუკიანი რუსი ქალი, როგორც გივი თარგამაძემ თქვა ქალბატონ თეაზე, ეს რუსი ქალი რაღაცას რო აკეთებს აქ პარლამენტში, ახლა პუტინი ზის და უყურებს ამ თეაზულუკია რუსი ივანოვა, კი. მე ვარ აფხაზეთიდან დემილი, ხა მიჭირს ძალიან ამის თქმა და შეიძლება ავტირდე კიდევაც. როდესაც ჩვენ წამოვედით, ჩვენ გადმოვედით აფხაზეთიდან ძალიან ბევრი ტყვედ ჩავარდა. მათ შორის ჩემი თანაკლასელები, ჩემი მეგობრები, დედაჩემის მეგობრები, უმძიმეს ისტორიებს ყვებია ბატონო. ვიცი მე ეგენი, ვიცი. სოსოდა 2008 წლის აგვისტოს ომს სწორედ იგივე დანაშაული მოყვა. ამაზე არავინ არ საუბრობს, მათ შორის არც კომისიაზე არ ყოფილა ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბარი, რომ ის მიტოვებული მოსახლეობა, როდესაც გოგავა, მაგალითად, გენერალი გოგავა ამაყობს, რომ ეს კაც რა შეეძლო ამდენი გაეკეთებინა, აი მისმა უმოქმედობამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თქვათ ჩავარდა და ამ ომის შედეგად დაახლოებით 150-ზე მეტი არის ძალადობის მსხვერპლი. მე გულისხმობ გაუპატიურებას. არ უნდა აგონ ამაზე პასუხი? არა, ერთი 150-ზე გაცილებით მეტია. მეორეც ეგეთი მაგაზე უხერხულია უბრალოდ ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ადამიანები მასში არიან. გასაგები არ გავაგრძელებ, მაგრამ ეხლა რა მოხდა სინამდვილეში მარტივი დასკვნა დღე ნახევარში დამთავრდა ომი. არ გამოდიოდა უტიაშვილი და ხალხ ტელევიზორს უყურებდა და ეგონა რომ აგერ აღებული ქონდა ცხინვალი და საერთოდ ჯავასთანი და როსტოვისკენ მიიწევდნენ და წარმოადგენდნენ თავზე ეს ისინი ბანფორმირებები. ჯერ არმიას არ იყო შემოსული, ხო? და რაც მოყვა მე ამას გასაგებია, ხო? კიდე იქ რაც არ არის მიღებული რეგულარულმა ჯარებმა და სხვათა შორის ჩეჩნების შენაერთებმა, რომლებისთვისაც აი ის ქცევა, რომელსაც აი ეს ბაევიკები მიუღებელი იყო დიდწილად, იქ შიდა წინააღმდეგობები მოხდა. უნდა ვთქვათ ეს, ეს უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ იქ რაღაც რელიგიური ისინია იქ აკრძალვები და შესაბამისად მათთვის ეს რაღაც ისეთი ის იყო რა თუდი ქცევა იყო და წინააღმდეგობები იყო. მათ შორის მაგალითად წესასროლი იარაღით გამოყენებაც მოხდა რეგულარული არმიასა და ამ ბანფორმირებებს შორის და იქ მოთხოვნები იყო 3 დღე დაგვიწმეთო და ფულს იხდიდნენ გორიო მაგალითად, რომელიც მიტოვებული იყო საერთოდ. და ის გადარჩა კიდე იქ ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის იმის გამო რომ ეს არ მოხდა. ხო. ახლა ესენი ეხლა რთულია რა თქმა უნდა ამაზე ესე მეც შვიდათ ლაპარაკი. შვიდათ ლაპარაკი განსაკუთრებით იმიტომ არის რთული რომ ფაქტიურად აი ამ მოდი ასე შეპყრობილების გამო დასკვნების გამოტანა საზოგადოების უმრავლესობაში ვერ ხერხდება. და ეს ატარებს იმის პოტენციალს რომ ეს განმეორდება კიდევ უფრო დიდი მასშტაბით. ანუ თუ ვერ გამოიტან დასკვნას და შეფასებას არ მიცემს სწორს, აუცილებლად მოგიტრიალდება ის მოვლენა ხელახლა. თუ მოვლენა სწორად არ შეაფასოს. მე ბევრი მას გადმოვახტიო, ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, ბევრ საფეხურსო და არც ერთმა საფეხურმა არ მაპატიაო. ეს საფეხურს ჩვენ ვერ გავდივართ. ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ვერ გადის ამ იმას გამოცდას და კვლავ იგივე, ესე იგი, ურაპატრიოტიზმითა და იმით რა ქვია, ასე ვთქვათ, ურაპატრიოტული ხელჯავხით არის დაკავებული, ონანიზმით არის დაკავებული, მართლაც და განსაკუთრებით Facebook-მა ეს გაამწვავა კიდე ეს მათში ეს ნაკლოვანება რა. ხო და იმის მაგივრად რომ ესე იგი შეფასდეს რაც მოხდა კვლავ რაღაც აი ჰეროიზმი ვითომ რაღაც საიდანღაც გამოიგონეს, რასაც სხვათა შორის ხელს უწყობენ ხელი ეწყობა ამდენი წლის მანძილზე, ხო? ჰეროიზმი კი არა, კონკრეტული ამოცავის არის სურათი დასადები, რა მოხდა და როგორ მოხდა და რა უბედურება მოხდა და რა იყო ამის მიზეზები. და ამის გარდა ახლა კითხვა რა იყო?
რომ ესე იგი ეს ვითომ ეს სამხედრო ვითომ რაღაც საიდუმლოების გათქმასაა ადგილი. ეს ხალხი საერთოდ ჭურშის ხედან, ქვევრში, რომელ ან ამერიკული მას მაინც უყურო, ღიად ირჩევა ყველა საკითხიდაც. არქივები იხსნება. ხო? საიდანაც შეგიძლია ნებისმიერ ინფორმაცია მიიღო, ხო? არის ეს პრაქტიკა. ან ამერიკული სენატის და კონგრესის იმას მაინც უყურონ ხოლმე. არის რაღაცები გასაიდუმლოებული, მაგრამ ძირითად საკითხებზე საზოგადოება მაინც ინფორმირებულია ჯერაც. მიდის რაღაც პროცესი იქაც არასწორი. თუ რა არის ეგ საიდუმლო? საიდუმლო რა შედეგი რა დადგა? ან საიდუმლო რა არის აქ რა რომელი ახლა წყალქვეშა ატომური იმის რა ქვია უახლესი წყალქვეშა ატომური ნავების ტექნოლოგიებს განიხილავენ იქ და იმებს რა ქვია სარაკეტო ტექნოლოგიებს თუ რა საიდუმლო უნდა კონდეს საქართველოს სამხედრო? თხელის გულზე დებს ყველაფერი. ის არის საიდუმლო რომ დღენახევარში წავაგეთ? არიციან? წავაგეთ კი საერთოდ დაგვიწყია უბრალოდ რაღაც უპრეცედენტო რამე მოხდა. საერთოდ წარმოუდგენელი რამე მოხდა, ხო? რომლის ესე ჰეროიკულ მანტიაში უნდა შემოასხარო, აი ჩვენ გმირულად ვიბრძოდით და დავმარცხდით. აი ამასთან სანამ ამ ნარატივში ვიქნები და არ ვიტყვით რომ იყო დეზორგანიზაცია შეგნებული და ეს სხვა ნარატივს ხსნის. რაში იყო საქმე მე გეტყვით ახლა, რაში იყო და იყო ესეთი სიტუაცია. ან ომის შესახებ იცოდნენ ცხადია ომის მოსალოდნელი ომის შესახებ წინასწარ ყველა მიცოდა სხვათა შორის ხო რომ მოვიდა იმ წუთში 2020 წელს რა მოხდა იმ წერიახოზე აბსოლუტურად სწორ ადგილზე მოაწყვეს ის იგიჟე ხო და დაძაბეს სიტუაცია რომელსაც მოყვა მე ესკალაცია პოკოიტი ვანდარას გამარჯობა აფხაზეთო შენი ისთელი ესკალაციის შენარში მიმდინარეობდა და ამის უკან იდგა კონკრეტული სპეცსამსახური ხო გასაგებია სპეცსამსახური რუსებმაც იცოდნენ ის აქ ყავდა თავიანთი აგენტურა და ის სცენარი რომელიც განვითარდა მაგ აგენტურის მეშვეობით გააკეთეს ანუ მოახდინეს ჯარის დეზორგანიზაცია ჩვეული ოპერაციის დეზორგანიზაცია მოახდინეს ეს მოხდა იქითა მეორე მხრიდანაც იყო რა თქმა უნდა ჩართული ეს მიდიოდა სპეცსამსახურების ბრძოლა ასე ვთქვათ იქ ნეოკონებს თავის ინტერესი ჰქონდათ ემაკეინის გაყვანა უნდოდა და მილიონი ესეთი რამე იყო ახლა ძელის ალაპარაკოა ამაზე 1000-ჯერ მილაპარაკია მაგრამ რეალურად მოხდა ის რომ მოწინააღმდეგე მხარემ რომელმაც იცოდა ამ განზრახვის შესახებ დეზორგანიზაცია მოახდინა თავისი დაზვერვის მეშვეობით ესე ჩვენს სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ჩვენს პირობითად რა თქმა უნდა და მივიღეთ აი ის რაც მივიღეთ ამაზე მაინც ილაპარაკო რაღაცა ცოტა ისეთი ღირსეულად გამოვიყურებოდეთ კაცო რანაირად იბრძოლე გმირულად როცა კატასტროფა მოგივიდა ერთ დღეში ხო და საერთოდ ერთიანი საგლუბა არ არსებობდა საერთოდ წარმოგიდგენიათ ბოლო მომენტში ცვლიდნენ გეგმებს შენ იქ მოტრიალდი შენ აქ მოტრიალს ხო ნათლად გამოჩნდა არა გამოჩენა უნდა არ ვიცოდით საშინელება რო ხდებოდა და საერთოდ რეზერვი რომ მიყარეს იქა ვითომ რეზერვი რა თქმა უნდა ყვითელი ავტობუსები და იდგნენ იქ 3 საათი ესე იგი და რა ხდებოდა იქა და რომელი ერთი ჩამოთვალო ახლა უამრავი ფაქტი ვიცი მე მაგრამ ახლა კიდე ამ ფაქტებით ლაპარაკიც უკვე სასაცილო გახდა ახლა გამოვა ეს გაბისი რაგვარია ეს გაბისონია თუ რაგვარია გაბისიანი და აი ეს იგიჟებს ილაპარაკებს და ვიღაცა კიდე მხარს დაუჭერს ბევრი ასეთი კეთი გაბისიანია რომელიც მხარს უჭერს იმას რომ ეს კომისია უნდა შეწყდეს არ უნდა შეწყდეს მუშაობა მაგრამ ბატონსოს რომ ამოვწევთ აგვისტოს ომი ალბათ ვერ ამოვწევთ აგვისტოს ომს რა თქმა უნდა მაგრამ რა მოლოდინი გაქვთ თქვენ და ფიქრობთ თუ არა რომ ამ აგვისტოს ომს მოყვება გაგრძელება და გაგრძელება იქნება სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან კონკრეტული პირები მაგალითად იგივე სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ გენერლები ახსენეთ თქვენ ახლა სახელმწიფო არ დავიწყებ საუბარს მაგრამ როგორ შეიძლება მაგალითად განსაკუთრებით მამუკა ყურაშვილის დაკითხვის შემდეგ იყო ეს საუბარი რომ გენერალს ასეთი ტონით ესაუბრო არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ამით შენარყინებ სამხედროს და უსპობ მას იმის სურვილს რომ ოდესღაც შეიძლება გახდეს გენერალი ანუ თუ კი მამუკა ყურაშვილს
აუწევ ტონს და ეტყვი და მიუთითებ დანაშაულისკენ, ამას შეიძლება ჯარისკაცს გენერლობაზე უარი გადაათქმევინა. ვერ ხდები აქ რა კავშირია, მაგრამ ახლა ეს არის ჩვეულებრივია, კვლავ იგივე ეს დაავადება რა, ჩვეულებრივი დაავადება. ჩვენ ხო გყავს რაღაც ჟურნალისტი ხელშეუხებელია, გენერალი ხელშეუხებელია, ექიმი ყველა ხელშეუხებელია. ანუ ყველა დგას კანონზე მაღლა, ყველა არის VIP პერსონა. კი ბატონო. ხო, წერალი ხელშეუხებელია, ეს ტორეზა მოსი თუ რა ვიღაცები რო არიან. კი, მსახიობი ხელშეუხებელია, როგორ ახლა მართალია ეს როლა ისა და პოლიციელი დააზიანა, მაგრამ მაინც ხელშეუხებელია. ანუ ახალგაზრდა ვოლანტერული ხელშეუხებელია. ხო? სალომე ზურაბიშვილი ხელშეუხებელია. ყველა ხელშეუხებელია. ანუ ყველა დგას ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა, რაც უნდა დააშაოს. პოლიტიკოსი ეგრეთ წოდებული ხელშეუხებელია. ასევე, ხო, რაც უნდა ჩაიდინოს. და არიან ეს ხელშეუხებლები ვართ ესე და ესე იგი არა ჩვეულებრივი კომიკური ვითარება გვაქვს. ესე იგი ხელშეუხებელთა საზოგადოება, წმინდა ძროხების საზოგადოება ვართ ესე იგი რა. ოღონდ რაღაც სტატუსი მოიპოვონ და იმიტომ მიისწრაფვიან ეთყობა სტატუსისკენ, რომ ხელშეუვალობა მოიპოვონ რა. აი ეს არის. ხო, ახლა კიდე ერთი რამე მინდა ვთქვა. ეს ხელშეუხებლების საკითხი რო საზოგადოებაში რაღაცნაირად ცოტა უკურნალოდ. კაცო, ამ იმის დროს, როლების დროს რო ისროდნენ სხვადასხვა საკითხებს, რამდენი პოლიციელია დაზიანებული? თუ არ ვცდები 150. რატო არ აჩვენებენ ამას ეთერში რა? პოლიციელების გაბრაზების ეშინიათ თუ რა შეასაკ? ხელისუფლებას მიმართ, რატო არ აჩვენებთ? მე ვიცი ესა და ისეთი ისინია. ქირურგიული ჩარევაც და საშინელი. რატო არ აჩვენებენ ტელევიზორში ამ ხოლმე? დამწრობები აქვთ მიღებული. რატო ვერ გავიგე რა ესენი რა არ შეიძლება ვაჩვენოთ? თუ და რა სურათი დახატეს, ესე იგი ჯერ მივარდნენ იქა და ტრადიციულად პარლამენტს იღებდნენ. ეს პარლამენტი ხო ტრადიციულად ესე იგი და 5 წელი აუკვირდებენ. ტრადიცია ასეთი რა, პარლამენტზე შტურმი, ხო? ალაღებს რო ეჩხუბებოდნენ და ხო გვახსოვს ეს იქიდან ისინი რაღაცებს ესროდნენ, თავს იცავდნენ, ესენი უტევდნენ, ხო? ანუ 4 წელია თუ 5 წელია პარლამენტზე მიმდინარეობს ახლა გამოსალოცია ეს პარლამენტი შტურმი, ხო? რო დაიწყო იქიდან, რა ქვია, პირველი პუჩიდან, ხო? რანჭკვიანური პუჩი რო იყო ის ხო იყო საოცრება კიდე ეს ერთფრენებით რო ის ჩააგდეს ის ბენზინი და ბენზინის დიდი აუზი და ის რომ მოემოვატრიეს ეს არტილერია და რა ვიცი ხო გვახსოვს ახლა იმის მერე არ დამთავრდა ხო და რატო არ აჩვენებენ მაინტერესებს ისე რა მაზოხიზმის რა ფორმა არის ეს რა არის ახლა ეს რატო არ აჩვენებენ ნუ და დასაბუთდეს კაცო მოსახლეობის თორ ანუ ის რაც ტელევიზორში ვნახეთ იმ 9 ომის არ იყოს ხო ტელევიზორში ვნახეთ რომ გამოვიდა დავიწყეთ თუ აგერო ჩვენო ისაო ოპერაცია ხო დასრულებული არ იყო ბრიფინგი და ოპერაცია დასრულებული ოპერაცია ხო და ახლაც იგივე არ მოხდა ესე იგი დაიწყეს ეს შტურმი რაღაც სრული სიგიჟის გამო ხო რამდენჯერ ხო ევროპისკენ მიდიან ისინი არ იღებენ მაგრამ ესენი მიდიან და ამიტომ გზაზე პარლამენტზეა ესე იგი და რა იგივე მეორდება რა ის და ვითომ არ ყოფილა ანუ გამოხდა ესე იგი დაიწყეს ეს შტურმი და მე ისე თქვეს რომ ესენი გულანთებული ახალგაზრდები იყვნენ ერთი გამოვიდა მე ლოცულობდიო და დამაკავესო ლოცვისთვის დამაკავესო პირველ რიგში რო შევიდნენ ესე მართლა ღია ეთერში ბევრს ვერ უყურებ მე კიდე ერთხელ ვამბობ იმიტომ რომ ნუ რა პანჯოს განვიცდი მაგრამ უსმენ ახლა ვიღაც რეჟისორი ვარო იძახის ხო რეჟისორია ნუ ახლა რეჟისორია თალა ფილმი არ გადაუღია რეჟისორია რეჟისორი ხო ხო და მე ლოცულობდიო იქა და ვიდექიო და მოვიდნენ ესენი ესე მოვიდნენ ამ დროს ეს საშინელი ტერორისტული რუსული პატრული და ეუბნება რომ აქ რა შეგვიძლია ლოცულობო და ლოცვისთვის დამიჭირესო ამას ლაპარაკობენ და ეს მე ვიღაცები რომ ნახე ვიღაცები იძახდნენ რომ აი რეჟიმი ანუ ახლა ეს მაზოხიზმის ფორმაა გარკვეული იმიტომ რომ მე ვთქვი რომ ახლა ეს ასეთი უაზრო ხტუნაობა
აბსოლუტურად გაუგებარი მოტივებით და ასე გაუგებარი მოთხოვნებით გამოიწვევს აუცილებლად იმას, რომ ესენიც კი იძულებული გახდებიან რაღაც გამოიყენონ, იმიტომ იძულებულს გახდეს ის ძალოვანი სტრუქტურა. მაგას, იმიტომ ახლა რას ნიშნავს, მოდიხარ მუშაობ ხო ძალოვან სტრუქტურაში, მოდის ვიღაც გაურკვეველი სქესის, გაურკვეველი იმის ასაკის, გაურკვეველი საერთო რაღაცეებით ადამიანი დაქცინის, გაგინებს, გაფურთხებს, გლანძღავს და შენ არა გაგუფლება არაფერი გააკეთე. თქვენი სვალდებულებეთ ხსნის ხელისუფლება რომ თქვენი სვალდებულება არავის არა. შეიძლება ის თქვენი სვალდებულება გაგრძელდეს ბატონო სახა მართლაც ძალიან რთულია ამ ყველაფრის უკვე ყურება. იგივე ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შექმნა და უკვე შექმნა ამ შეერთდა სალომე ზურაბიშვილი. დიახ. და საერთოდ ზოგადად სააკაშვილის ფონზე, აი საერთოდ სად მივდივართ? რა გვინდა? ევროპაში გვინდა. მაგრამ იქ ჩვენ არ გვიღებენ პირიქით იქცვა ისეთი სიტუაციები, საქართველოს საერთოდ არ წალიათ, მაგრამ ამ წინააღმდეგობის პლატფორმას შეხვდა წინააღმდეგობა თვითონ ოპოზიციის მხრიდან ქალბატონ სალომეს და ხედავთ რომ თვითონ ოპოზიციაში დაპირისპირება ვერ თანხმდებიან სალომეს აი ამ მოდელზე, რომელსაც ეკაბესელია წერს ქმნის რამდენადაც ირკვევა. მართლა? მაშინ სერიოზული. კი ბატონო, და სწორედ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ უმძიმესი ურთულესი დღე დაუდგა ხელისუფლებას, რადგან დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ლევან მორუსიძე და ჩინჩალაძე მოსამართლე და ეს პროცესი გრძელდება და სანქცირების პროცესი და მოთხოვნები აქედან მიდის ეს წერილები, რომ ეს ხელისუფლება რუსულია, ასე შემდეგ და ეს გადაწყვეტილებები სანქციებთან დაკავშირებით გრძელდება კიდევ. როგორ დასრულდება ეს ყველაფერი ბატონო სოსო, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, როდენ უნდა ვიცხოვროთ სანქციებიდან სანქციების მოლოდინში, ზურაბიშვილის განცხადებიდან განცხადებამდე. მიმდინარეობს დიდი გადანაწილება, მსოფლიოს დიდი გადანაწილება. ახლა ესენი გასაგებია არიან ეგრეთ წოდებული ევროპელი გლობალისტების გარკვეული შეკვეთებს ასრულებენ. და გონიათ რომ ამავე დროს გულწრფელად ვინაიდან საერთოდ არ არიან რა ხდება. გონიათ რომ მართლა რაღაც მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას ბრიტანეთმა თუ დაუშვათ სანქციები დაგვადო. სინამდვილეში ხდება ის რომ მიმდინარეობს დიდი ვაჭრობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. და ეს ვაჭრობა ეხება არა მარტო უკრაინას, არამედ გლობალური ვაჭრობა მიმდინარეობს. ახლა ბევრი თანხმედრა საერთოდ ადრეს მithkoms ამერიკის აი ამ რესპუბლიკური პარტიის და დაუშვათ პუტინის ხელისუფლებას შორის, იგივე დაუშვათ ტრამპის აი ეს მაგას დეკლარირებული მიზნები გარკვეულ თანხმედრაში მოდის იმასთან, რაც ხდება დაუშვათ რუსეთში, ანუ რუსეთის ინტერესებთანაც. და არა მარტო რუსეთის ინტერესებთანაც. ამიტომ ახლა საქართველოს საკითხიც, რომელზეც დუმან ხომ რატომღაც? იმიტომ დუმან რომ არ არის გადაწყვეტილი. რა, დიახ. ხო და ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ დაუშვათ არასტაბილური და დაუშვათ არასუვერენული ქვეყანა გამოჩნდეთ. იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში ჩვენი გეოპოლიტიკური ბედი უფრო მძიმე იქნება. აი ესე უნდა ვთქვათ. ანუ ყველაფერი შედარებითია. ხო და შესაბამისად მე ყოველთვის ვიზახით და იმას ვამბობ, რომ როგორი კრიტიკულიც არ უნდა ვიყო ახლა მე პირადად დაუშვათ, ხო? ამ შემთხვევაში დესტაბილიზაციისკენ და რაღაც აი ესეთი რადიკალური მოქმედებებისკენ მოწოდება არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა და ქვეყნის ტრობა. აი ამას ვამბობ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ ჩვენ უარი ვთქვათ იმ ნაკლოვანებებზე, საუბარზე და მითითებაზე და მოქმედებაზე და პროტესტზეც, ნორმალურ ფორმებით გამოხატულზე და არა ეს საგიჟეთი, რაც იქ არის დაუშვათ სხვების ინტერესების შესრულება. რომელიც ეხება ქვეყნის უმძიმეს პრობლემებს. რა პრობლემებია ახლა ამაზე ვისაუბროთ, ხო? ეს არის დემოგრაფიული პრობლემები, რომლის გადაწყვეტის
გზებზეც ვილაპარაკია ჩვენ, ხო, გადაწყვეტის რა გაუმჯობესების. ჯანდაცვის სისტემაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა პირდაპირ თქვათ, რომელიც ახლა გარდაიქცა უკვე სერიოზულ პრობლემად, იმიტომ რომ აი ეს რაღაც ჩამოყალიბდა რაღაც ასე ვთქვათ ფეოდალურ მონათლობელური სისტემა, თვით ოლიგარქიული, რომელიც მავნებლობას შეულობს ფულს პირდაპირ ვთქვათ რა, დიდწილად. და არის კომერტა, იმიტომ რომ ეს ძალიან დახურული საზოგადოება არის, ეს ეგრეთ წოდებული როგორ დავარქვა და ჯანდაცვის საზოგადოება დავარქვა, დახურული სისტემაა. ამის დემონსტრაცია ვნახეთ ჩვენ გლობალური მასშტაბით, იგივე კოვიდის დროს დემონსტრაცია და ლოკალური მასშტაბით ვნახეთ აქ საქართველოში. ხო, როცა საოცარი ესე ცისტა შეიქმნა, ხო? დახურული სისტემა შეიქმნა, რომელიც თავის ინტერესებზე მუშაობდა და ეს ინტერესები საზიანო იყო საზოგადოებისთვის, კი არა ადამიანის სიცოცხლისთვის, ხო? ვნახეთ ეს. და როგორ ასრულებდნენ იმ რეკომენდაციებს და უშუალოდ აბსურდულ და გიჟურს, რომელიც ახლა ამერიკას რამე ირეკავენ ხოლმე და დაგვეჯერებინაო რაებს კითხულობთ ეს რა ყოფილა თუმე სინამდვილეშიო რაებს აკეთებდნენ იმას რომ რაებს აკეთებდნენ არა მარტო ეს რაებს აკეთებდნენ თუმეო და რა ყოფილაო ესაო და ეს არ ეხება მარტო იგივე ვაქცინებს და იგივე გაიდლაინები იქ რაც იყო ანუ კურნალობის ის ფორმები რომლებიც ახლა დაუშვათ აღარ გავაგრძელებ ეს სულ ხოლმე დღესაც რო პირბადი დადის ეს ხალხი ქუჩაშიც აი რა ეგ არის გიპნოტაბელურობა ეგ არის ადამიანის ჩარჩაის შიშთან დაკავშირებული ის რა ქვია შთაგონება და დადის ესე რა იქ თავის შიში თავის ფსიქიკაში თავს იცავს ის და კომფორტულად ზნობს ამიტომ თავის მიუხედავად იმისა რომ აშკარად ზიანს აყენებს თავის სხვათა შორის ბატონსო მედიკამენტები ვის ნაწილში აფთიაქში მქონდა ახლა საქმე რაღაცა მოკლედ PSP-ში შემხვდა ეს ფაქტი და მეორე აფთიაქშიც შევედი გადავამოწმე მოკლედ რამოდენიმე მედიკამენტს რომ იყიდი გეკითხება იქ ფარმაცევტი ხომ არ გნებობთ საჩუქრად მოყვება პირბადე რაღაც ახალი კამპანია გაიწყო პირბადის ჩუქება მასიურად ხო იმიტომ რომ ის ხო ბევრი გამოუშვეს ჯერ ეგ რამხელა ის იყო ქალბატონმა ურსულამ როგორ იხეირა საერთოდ მაგ ფაიზერთან ურთიერთობით და კიდე ცალკე შემაა და რას ლაპარაკობენ ხო მართლა კიდე ამას ძალიან კვალიფიციური ადამიანთან მქონდა ურთიერთობა და რობერტ კენედიმ ამერიკის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება სადაც ისაუბრა ბილ გეიტსისა და სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შეგნებულად გაკეთებულ სტერილიზაციის ოპერაციაზე, რომელიც მათ ჩაიდინეს, ესე იგი, კენიაში, ფილიპინებში და ასეთ ქვეყნებში. ოფიციალური განცხადება არის ეს. და არა, მაგიო, არა მგონიაო, რომ სწორი იყოს. ჩვენ ვეთხარ ამერიკის ჯანდაცვის მინისტრია. რობერტ კენედია რა, ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ამდენი იბრძოლა მაგაცმა და ცდილობს მაქსიმალურად სანამ გაანთავისუფლებენ ალბათ, ну სიმართლე ილაპარაკოს ხო. ამისი თუ არ გჯერათ მე უთხარება, ვისი გჯერათ მე უთხარება, აინცა და მაინც აღარ დავასახელებ, მაგათი უნდა გჯეროდეთ მე უთხარ, რომ პირდაპირ ინსტრუქციებს ასრულებენ. ანუ მეორე მხრივ კიდე ესეთი მოწოდებები ისმის, არავის არ აინტერესებს საერთოდ სიღრმისეულად რაღაცა გაკეთდეს. მათ შორის მაგალითად პატივცემულებმა აგერ რო იკვლევენ ამ კომისია რო მუშაობს ნაცების ასევე გამოსაკვლევია რა ხდებოდა კოვიდის დროს რა ხდებოდა ხალბატონი ტიკარაძის განცხადება ხომ გვახსოვს და იქ ერთ ადამიანზე კი არ საუბარი ათასობით ადამიანზეა საუბარი ხო დანაშაულებების გამო ეს რატო ეგეც უნდა იყოს გარდა ამისა თუ ბაძავთ ჩვენ ტრამპს ფარას კანონის მიღებაზე რომ ამერიკულ მემს რო ვაკეთებთ, რასაც ის აკეთებს, ასევე მივყვეთ საპარლამენტო კომისია უნდა დაინიშნოს ახლა. ამერიკელებმა ხო გააკეთეს ეს კოვიდის დროს რას აკეთებდა ფაუჩი, საიდან წარმოვიდა ეს gain of function როც დიდდნენ ვირუსის მას რა ქვია ფუნქციონალობა შეგნებულად უხანის ლაბორატორიაში ეს ამერიკაში გამოძიება ჩატარდა, სხვა შორისწლიანი გამოძიება იყო და დასკვნაც დაიდო.
რატო არ გამოეხმაურებიან? თუ ისე ვიქარიან, რა ქვია, დადიოდნენ პირბადად. ერთადერთი ადამიანია ეს არის ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახი ჩარკვიანი, რომლებიც დაობენ სასამართლოში და ძალიან დიდი წინააღმდეგობები აქვთ მათ, სხვათა შორის ეს უნდა ვთქვათ და ჩვენ გვყავდა ორჯერ ეთერში ეს ოჯახი მოწვეული და ჩვენი ეთერის შემდეგ თითქოს რაღაცა წინსვლა არის, დიახ, წინსვლა არის ამ საქმეში. კი ბატონო, ეს არის ექიმების დაუდევრობით იქნა არა, ეგეც რაკე საკითხია. მოდი ისევე როგორც აი ამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ძირითადი თეზისი ძირითადი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს იყო შესრულება სრულიად ესე იგი მონური ფორმით ჯანმოს დაავადების. კი ბატონო, ამ პანდემია რო გამოაცხადეს და ეს იყო გარკვეული გასაგებია გლობალისტური ძალების პროექტი და ესენი ასრულებდნენ ბრძანებებს. და გამოვიძიოთ ეს რა პროექტი იყო, რატო ასრულებდნენ ბრძანებებს, ვინ რა როლი შეასრულა ამაში და თქვათ საზოგადოების წინაშე ეს რომ ასეთი რამე მოხდა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში იძულებული ვიყავით, ვინ გვაიძულებდა და სუვერენიტეტი ეგ არის, აბა რა. ეს უნდა გაკეთდეს ყველა შემთხვევაში, თორე ახალი რაღაცას მოგვახვევენ თავზე. ამის გარდა ის რო ვთქვი, ახლა მე სტერილიზაციის პროგრამა საქართველოში 40,000 უშვილო ოჯახია. და აქ ვიღაცები კიდე რაღაც პროპაგანდას რო ეწევიან, პაპილომა ვირუსია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასეთ რაღაცებს რომ პროპაგანდას უწევენ. კეთილი ინებონ გამობრძანდნენ ეს ექიმები, გაიზიარონ ეს ისინი რა. ნახონ ის თავის ხო არიან კაცო პროფესიონალები. ნახონ ის დასკვნები, დაუკავშირდნენ იმას, რა ქვია, ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს. იქ დევს იმათ საიტზე ეს ყველაფერი. ჩვენ აქ რა არა გვაქვს უფლება ვიცოდეთ ეს და ადამიანები რამდენი ესე იგი ამას აყვა და ეს პროგრამა სრულდება და ესე ვიღაცები გრანტებს იღებენ, რაღაც კერძო ინტერესებია და მე რაღაც ლამაზი სიტყვებით ამჯერა იმის და მორჩა არჯერა რას უზამ ახლა არჯერა. ეს რა იმაზე ნაკლებია რა ქვია რაც ახლა ხდება საპარლამენტო კომისიაში რომ კაცი გამოდის და რაიც ლაპარაკობს მოსახლეობა დამავიწყდა გამომთხილებინაო და ზოგიერთმა კიდე რა თქვა რომ ისა რა ქვია ჩვენ ვერ გაგვეკეთებინაო ეგ რუსები გაიგებდნენო წარმოგიდგენია თქვენ კაცო აი ისიც ხო თქვენ ცხინვალს გაცხინვალიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია მაგრამ ჩვენ არ გავიყვანეთ იმიტომ რომ მე ჩვენზე არ დაებრალებინათ ომის დაწყებას წარმოგიდგენიათ ესეც ხო თქვენ ამას რო იტყვის ადამიანი იქვე ესე იგი უნდა დაადო ხელბორკილები და ან ხონში უნდა წაიყვანო და გდანში ამიტომ მაქვს მოლოდინი რომ ამას მოყვება სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობაც კონკრეტული არა მე რა რო გენერალია რაც ცოტა გენერლები გვინახავს ჩვენ დაძიელები რომელმაც კაცო რა გენერალი რა შუაში ჯერ გენერალი ახლა რა გენერალი მამუკა ყურაშვილი როგორ გახდა გენერალი ჩვენ ამაზე სხვათა შორის შალვა ჯანაშვილზე უშებაც გვექნება ძალიან საინტერესო ინფორმაცია როგორ აღმოჩნდა ცხინვალში როგორ გადაარჩინა ის ერთ-ერთმა სამხედრომ რიგითმა სამხედრომ იხსნა ბატონი ჯანიშვილი ტყვეობისგან აი სამხედრო როდესაც დაბრუნდა უკვე აქ თბილისში დააკავეს ბრძოლისველი მიატოვა დააკავეს და დახმარებას თხოვდა ბატონ შალვას და ბატონმა შალვამ არც კი მიიღო ეს სამხედრო რომელმაც სიკვდილით ნუ ესენი ახლა ხო საერთოდ ძალიან ბევრი ასეთი მაგალითი ესენი ხო ამ მიშას გენერაციის გენერლები არიან ეს იგივე შალვა არ არის 26 მაისს რომ მოაწყო და თავს რო იმართლებდა სასაკლაო რომ მოაწყო ჯერ ის ხო ეგ ის არ არის თუ გვეშლება რამე კავშირი ვინ გათიშა აი ის ისმის კითხვა გაითიშა სპეცკავშირი იმ დროს და უამრავი ადამიანი მაგის გამო ესე ძალიან ბევრი ადამიანი მაგის გამო დაიღუპა მათ შორის დაუშვათ იგივე ანწუხელიძე ჩვენი შინდისში და მაშინ იმიტომ რომ იყო დაარჩნენ კავშირის გარეშე ჯარი და გაითიშა ვინ გათიშა კავშირი თუ ამას სახელი და გვარი არა ვინ იყო კავშირზე პასუხისმგებელი სპეცკავშირია იმას ესე კი ვერ გათიშა რა ქვია ამერიკული ის იყო სხვათა შორის სისტემა მოტოროლას სისტემა იყო შეგნებულად იყო ეს მიზანმიმართულად გაკეთებული. ხო და ეხლა რაზე ვლაპარაკობ ჩვენ? რა თქმა უნდა, ისინი კბილებით დაიცავენ თავს. რა თქმა უნდა, იმიტომ მათ დანაშაულებები არ გამომჟღავნდეს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ის მიკვირს, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რო იცავენ. ვინც ამ დღეში ჩააგდო, ეგენი, ხო?
აი ის არის გასაოცარი რა, ჩემთვის არის ამას რძენია, ნუ აი და რაღაც ახალ ლეგენდებს რო თხოვენ, თითქოს ჩვენამდე მე თვითონ არ მქონდეს ეს ნანახი ყველაფერი. ორ დღეში ჯარი ევაკუაცია მოდიოდა მოსახლეობასთან ერთად თბილისისკენ. იქ ვიყავი, გზაში ვიყავი და სულ იმაზე ვოცნებობდი, მე თქვი ახლა რამე ის არ მოხდეს, გასაგები იყო რომ ესენი ახლა რაღაც მოლაპარაკებასთან კონდას საქმე და სრულ მასშტაბიან დაგმობებს არ ახდენდნენ, ხო? ერთ-ერთ რო გადმოეფრინა, ერთ ფრენს. არაფერი არ იყო, ჯარი მოდის ტრასაზე, საგურამოსთან, ვამბობ მაგალითად, ხო? ასე მოდის ტრასაზე, დაჭედილი საცობია. ჯარი და მოსახლეობა, ნუ სამოქალაქო მანქანები, მათ შორის და ერთ-ერთ ფრენს რო გადმოეფრინა და ნუ ახლა ის ლეგიტიმური ის არის ხო საბრძოლო მანქანა და ტანკი. რა თქმა უნდა, უფლება ქონდა გამოიყენებინა წინა. და დაუშვათ ტყუიამთქვევით, რა წარმოგიდგენია. და ამან კი მე ადგა არ იკმარა ეს და 400 მილიონი დაჭდა ის რაღაც ვითომ ძოტები რო დააყენა იქ ცხეთასთან და იმასთან შეტიც ვერ შემოფრინდებაო და აი ამასთან გვაქვს საქმე ამ უბედურებასთან გვაქვს 400 მილიონი დაჭდა ამაზე აღძრულია საქმე მაგრამ არავინ არ არის დაკავებული 400 მილიონი გესმით თქვენ ის რაღაცა ნუ ხა წარმოგიდგენიათ ახლა ეს თანამედროვე ომის პირობებში ეს რა აბსურდი თან ახლა რო იყოს რაღაც სისტემის ნაწილი კიდე მესმის ხო აი ამასთან გვაქვს საქმე და ესენი ეს ამას რომ 740,000 ადამიანმა ხმამისსა კიდე აი იმ ხალხს ვინც ამას ყველაფერს ამართლებს ისევ ჩვენშია პრობლემა, ანუ რა თქმა უნდა, მაგითარ დავიწყე, აბა რა თქმა უნდა. ისევ ჩვენშია პრობლემა. რა თქმა უნდა, აბა რა. მაგითარ დავიწყე, ახლა შეიძლება ესე მეც ვერ ვიკავებ ხოლმე თავს, როცა ვიცი ახლა კონკრეტული ადამიანების ტრაგედიები ვიცი უამრავი. კონკრეტული ადამიანების და იმხარის კაცო, ის სნისხეობაში საერთოდ ტერს ფეხი არ ქონდა დადგმული. და ჩააბარეს ისე თითქოს იგივე კოდორის ხეობაში. საერთოდ არასდროს იქ არავინ არ ყოფილა, ხო? ეს კოდორის ხეობის ჩაბარება კიდე ცალკე გამოძიების თემაა. რა გამოძიება უნდა, ჩვეულებრივად გამოვიდნენ იქიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. არა, ჩვეულებრივი ჩაბარება იყო, კაცო. ისევე როგორც რა ის ცის ხეობა როგორ ჩააბარეს? ახალგორი. როგორ ჩააბა? გზა არ მოდიოდა ცხინვალიდან. საერთოდ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქს არ ქონდა კავშირი, ანუ კომუნიკაცია მხოლოდ ტრასის მიხედვით ხდებოდა რა, გამოსული ყავით. გზა გათხარეს, ესე იგი გააკეთეს მერე ემართვა რუსებმა დაუკავშირდა იმას. ცხინვალს და ასე ერთიანად ლანგრით მიართვეს, ესე იგი შიდა ქართლი. აი ეს მოხდა და ესენი კიდე გამოდიან და ისე რა ქვია კიდე გამართლებენ ამას და რატო ლაპარაკობთ და როგორ და რანაირად და ასე შემდეგ რა 2008 წლის შედეგად ჩვენ მივიღეთ რა არაფერი დევნილი მოსახლეობა დაკარგული სოფლები რომელსაც ყოფილმა მთავარსარდალმა ქვების ხროვა უწოდა და რუსეთმა მიიღო ძალიან ბევრი რამ მიიღო ტერიტორიები აღიარა ორი ესე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და პლუს ამისა მიიღო საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა იმ ტერიტორიაზე რომელიც ოკუპირებული არ აქვს სტრატეგიულ ობიექტებზე წვდომა ბატონს არ არის ეს ოსმან ანჩიტიშვილის ლექსი მახსენდება შუქს თუ აფერს კლავას თვარე თმორის ციხის ახლო მახლო გამოაღეთ წესისკარი ღვთისმშობელი უნდა ვნახო ქართლში ჩემი წინაპარის ქვედაცემა დავანახო აი ეს გაგვიკეთეს და ეს გარეწრები კიდე ამათ უჭერენ მხარს ეს მართლა გარეწრები რა ესე იგი აი წარმოდგენა ზარავს ამ ხალხის ტვინში რა ხდება კაი გავანებოთ კი ბატონო სუსო ძალიან დიდი მადლობა მართლა ძალიან საინტერესო მძიმე ვითარება ახლო აღმოსავლეთში მე მინდოდა ამ თემაზე ჩვენ ეთერში გვესაუბრა იმიტომ რომ იგივე აი ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რატომღაც ქილიკობენ ამაზე თვლიან რომ თუ კი ირანში რაღაცა მოხდა და დაიწყო საომარი მოქმედება ეს საქართველოს კავკასიას საქართველოზე არ არის აქ კავკასიას ეს არანაირად არ შეეხება და მით უმეტეს საქართველოს სადაც ძალიან ბევრი მუსლიმი ყავს ჩვენ და შიიტები არიან ისინი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ჭურში
სრული აზროვნებაა. ეს სულაც არ არის, მე ვფიქრობ, არ არის ესე, რომ ჩვენ არ შეგვეხება და ძალიან ძიმედ შეგვეხება, თუ კი ეს საომარი მოქმედება დაიწყო. რატო უხარიათ ამ საომარი მოქმედების დაწყება ირანის სიმართლე გითხრათ, ესეც ვერ გავიგე. ძალიან მინდოდა ამ კითხვაზე თქვენი პასუხები, მაგრამ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს ბოდიშს ვხდი ემოციებისთვის, მაგრამ როცა საუბრობთ აგვისტოს ომზე და მით უმეტეს ამ აგვისტოს ომის ღალატის ნაწილზე, ძნელია ემოციებისგან თავი შეიკავო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე. მე ხვამდგე მშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად სანდებოდ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაიზიარეთ, მოიწონეთ. თქვენი მხარდაჭერა არის ჩვენთვის ძალიან დიდი აუცილებელი, მნიშვნელოვანი და მადლობას გიხდით ყველას, ვინც დღემდე გვეხმარება და გვეწევა ამ კეთილ საქმეში, რასაც ქვია სალტის განვითარება. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. კარგად სანდებოდ.